როცა ახლა ლაპარაკობთ იმ პრობლემებზე, რაც გაწუხებთ, რამდენად თავისუფლად შეგიძლიათ ეს? ძალა არის სიმართლეში და ამ სიმართლეს არასდროს არ უნდა მოვშორდეთ. ეს არის პირველი და მთავარი და მე ვფიქრობ, რომ დღეს, როდესაც რაღაც ეს ცოტა რთული მოვლენებია ჩვენს ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ ესეთ დროს უნდა თქვა ის, რომ და მე ის რომ როცა დავინახე, რომ ადამიანები ესე რაღაც იყო ძალადობა, ცემა, რაღაც ესეთი ცოტა დაუსრულებელი ჯარიმები, მაშინ იქ იდგა ხო ჩემი მრევლი, დგას იქ ეკლესიის ნაწილი, დგას იქ ქართველი ხალხი, დგას იქ ჩვენი მეგობრები, ახლობლები, ჩვენი ერი დგას და როცა ესეთ დროს არ თქვა ის რომ ეს არის ძალადობა, რა ვიცი, აი აბა სხვა რა დროს უნდა ვთქვა. სხვა რა უნდა ვთქვა და ეხლა როცა ვისაუბრებ და ვსაუბრობ სიყვარულზე, მეგობრობაზე, ერთმანეთის გატანაზე და ამ ამბავს ხედავ, მაშინ მე უბრალოდ ვერ გავჩვენდი, იმიტომ რომ ხვალ რომ მომიბრუნდეს ერთ-ერთი ახალგაზრდა და მითხრას რომ სად იყავი მამაო, მაშინ როცა თავში მირტყამდნენ, რა უთხრა. უნდა თქვა, როცა ხედავ რომ სიკეთე და ბოროტება შორის არის რაღაც გასაკეთებელი არჩევანი და სიტყვა გაქვს სათქმელი, მაშინ უნდა თქვა, იმიტომ რომ ქრისტიანობა ეს არის რელიგია, რომელიც ჩვენ გვასწავლის სიკეთის და ბოროტების გარჩევას, რა არის სწორი და რა არის არასწორი. ეს არის ერთი გარჩევა და მეორე რომ დადგე ყოველთვის იმ სწორ მხარეს. აი ღმერთს ყველა უყვარს, ეს რა თქმა უნდა, ღმერთს ყველა უყვარს, მაგრამ ამასთანავე ქრისტემ ყველას თავისი სახელი დაარქვა. აი სახარებაში ვკითხულობთ, რომ ქრისტე ამბობს ჰეროდეზე, რომ მელას უთხარითო. ანუ მელა დაარქვა თავისი თვისებებიდან გამომდინარე. იუდაზე ამბობს, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ეშმაკი არისო. მათე სახარების 23 თავს რო წავიკითხავთ, ნუ იქ ვნახობთ, ხედავთ, რომ რა ვიცი, ფარისევლებს, მღვდელმთავრებს როგორ კაცრად მიმართავს და შეფეთქილო საფლავებო და ესე. ანუ ქრისტიანობა ეს არის, რომ ვიცოდეთ ვინ არის, რა არის სწორი და რა არის არასწორი და ყოველთვის დავდგეთ სწორის მხარეს. მე ის ეპიზოდი მიყვარს მაგიდებს, დახლად ქცეულ მაგიდებს რო აყირავებს ქრისტემ, როგორად რადაქციეთ ჩემი სახლიო. კი ბატონო.